სამყარო გადატვირთულია მატერიით. მაგალითად, კოსმოსური მტვერი და ვარსკვლავები ბარიონული მატერიაა. თქვენც და მეც ბარიონული მატერია ვართ. მაგრამ სამყაროს იმაზე მეტი მასა აქვს, ვიდრე ჩვენ მიერ დაფიქსირებული. ეს უხილავი ნაწილი ბნელი მატერიისგან შედგება. ბნელი მატერია ერთი გაურკვეველი ნივთიერებაა. როგორ შეუძლია ბნელ მატერიას ურთიერთქმედება, ან საუბარი ჩვეულებრივ მატერიასთან გრავიტაციის მეშვეობით. ბნელი მატერია შეიძლება იყოს ცივი, სუსტად ურთიერთქმედებადი მასიური ნაწილაკები, რომლის დაფიქსირებასაც ექსპერიმენტული ფიზიკოსები უკვე 10 წლეულებია ცდილობენ. მაგრამ ამაოდ ის სადღაც იმალება. შესაძლოა ეს იყოს გაზის ფაზა, რომელიც მწირედაა შესწავლილი. ან შეიძლება ის უფრო ცხელი და მჩატე, ანდაც ცივი და მკვრივი იყოს იმასთან შედარებით, რასაც ასტრონომები აკვირდებიან. შესაძლებელია ისიც, რომ ეს ნაკლული მატერია თავს იყრიდეს სივრცის იმ რეგიონში, რომელსაც როგორც წესი თითქმის არ აკვირდებიან. დასაფიქრებელია ისიც, რომ შეიძლება გამოყოფდეს იმდენად სუსტ რენტგენულ გამოსხივებას, რომ შეუძლებელი იყოს მისი დაფიქსირება. დაკვირვებები აჩვენებს, რომ ჯუჯა გალაქტიკათა უმეტესობაში ბნელი მატერია შუაგულში უნდა იყოს. ჭირდება უფრო მგრძნობიარე ინსტრუმენტები, რომლებიც ახლა არ გაგვაჩნია. NASA ამჟამად აშენებს მაღალი რეზოლუციის რენტგენული გამოსხივების ობსერვატორია ARCUS, რომელიც 2023 წლის განმავლობაში უნდა ამოქმედდეს. ბნელი მატერია პირდაპირ არის შეწყვილებული სივრცე-დროის გამრუდებასთან, რომელსაც აინშტაინის ტენზორს უწოდებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ახალი სახის ურთიერთქმედებაა ბნელ მატერიასა და გრავიტაციას შორის. თუ არა მინიმალური შეწყვილება ხდება, ბნელი მატერია სივრცე-დროსთან უფრო სხვაგვარად ურთიერთქმედებს, ვიდრე ჩვეულებრივი მატერია. ეს მხოლოდ ერთი ჰიპოთეზაა და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ეწყობა ამ დროისათვის არსებულ დაკვირვებად მონაცემებს, ბნელი მატერია ჯერ მაინც რთულად ამოსახსნელი საიდუმლოა.